მეგობრებო, უცებ მომივიდა ესეთი თემატიკა, ახლა უნდა გავიკეთოთ ესეთი საერთო გაშლა, რაშია თქვენი უნიკალურობა, თქვენი პიროვნების და ყველა ვარიანტში ეს თემატიკა გაინტერესებთ თუ არა, ბოლომდე უყურეთ, საინტერესო შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ თქვენ თავზე ისეთი, რომ ესიამოვნოთ, ასე ვთქვათ, რა და როგორ უნდა მოიქცეთ რაღაც სიტუაციაში, ყველა საერთო გაშლაში გექნება თქვენი პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ, თუმცა ჩავამატებ, რომ უახლოესი სადღაც 10-12 დღის ვადებში პირად გაშლებს ვერ გავაკეთებ, ვიცით რომ საზღვარგარეთ დასასვენებლად მგზავრები, ჩამოვალ თუ არა შეუდგები ისევ თქვენ საერთო გაშლებს, პირად გაშლებს, ასე რომ პირად შემომწერეთ და ყველა დეტალზე, ყველაფერზე დაგაკვალიანებთ. რას და როგორ ვაკეთებ. რაც შეეხება ამ გაშლას, ვთქვი თუ არა, არ მახსოვს და გავიმეორებ, რაშია თქვენი უნიკალურობა გავიგოთ. ლაიკებთ თქვენი კომენტარები, თქვენი გაზიარებები არ დაგეზაროთ და გამოიწერეთ ჩემი ორივე გვერდი YouTube გვერდიც, რომელიც ქუჩივი არის, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე, ჩემი გვერდი TikTok-ის, ასევე გამოიწერეთ და წავედით, გავიგოთ. ახლა ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით? გაშლები მოქმედებს მაშინ, როცა უყურებთ. 1000 ხმლის დედოფალი, შეყვარებულები ღმერთო ძალიან ესეთი კარმული კარტის რეჟიმში ხართ, შეყვარებული ადამიანი ხართ, პირდაპირ გეუბნებით. აქ არის უმეტესობისთვის, სადღაც 70-80%-ისთვის ადამიანი, რომელმაც უკვე თავისი მეორე ნახევარი იპოვა, რომელთან ერთადაც სულიერ აღმაფრენის რეჟიმშია, მეცხრეცაზე დაფრინავს თავის პარტნიორთან ერთად, თავის მეუღლესთან ერთად, გაშლა ორივე სქესისთვის არის. ეს არის ოჯახური იდილიის კარტი, ეს არის ემოციები, რომელიც 10-ვე მაქსიმალური თასით გავსებს ამ ადამიანთან. ჩახუტება, თავის დადება, რაღაცნაირ თბილ რეჟიმში საუბარი, მომავლის გეგმების განწყობა, შეიძლება ასე მომდის, რომ დასასვენებლადაც უკვე იმყოფებით ან გეგმაში გაქვთ, ასე ვთქვათ, შვილებთან ერთად, აქ არის შვილები, საერთოდ კლასიკურ ტაროში აქ არის შვილები, დედა, მამა, ესეთი შინაური ცხოველები, ძაღლი, კატა, თუთიყუში ცხოველებში არ გადის რასაკვირველია, მაგრამ აი ესეთი სრული შემადგენლობით ოჯახური იდილიაა ხოლმე კლასიკურ ტაროში 1000-ით. შეიძლება, ეს არის თქვენი ბედი, თქვენი კარმა, 6-იან შეყვარებულებით მაღალი არკანია და ეს არის თქვენი ადამიანი, თქვენი პიროვნება იპოვეთ, ასე ვთქვათ და პირველ რიგში ამ ყველაფერს მე თქვენ გილოცავთ, ასეთი დადებითი კარტები იდენტიფიკაციისას ძალიან იშვიათობაა, მინდა გითხრათ, რომ შემხვდეს ხოლმე საერთოდ, თითქმის არ ხდება. ქალბატონი წარმოჩენილია როგორც ჰაერისტიკის დედოფალი, შეიძლება წარმოადგენთ ტყუპების ასწორის ან მერწყულის ნიშანს, ან ყველასთვის საერთო გაშლაში რასაკვირველია ასე არ იქნება, შეიძლება ხართ ძალიან მენტალურად განვითარებული ქალბატონი, მამაკაცი ამ შემთხვევაში, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც კანონიერია, რომელიც სიტყვას ცუდს, სხვას არ აკადრებს, მაგრამ ასევე დისტანცირებულია, ასე ვთქვათ, ადამიანთან ურთიერთობებში და არ მიგიშვებს იქამდე, რომ რამე ცუდად აკადრო მას, არ იმსახურებს თითქოს ამ ნაბიჯამდე და ამ სიტყვამდე ურთიერთობა, აი ესე ძალიან ახლო არ მიყავს, ძალიან თავის დისტანცია აქვს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ჰაერისტიკის დედოფალს, თავის ფასი იცის, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ცოტა ცივია ერთი შეხედვით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ეს ქალბატონი რაღაც ნაწილისთვის საერთო გაშლაში ყველას ჩამოვთვლი, რომ თქვენ თავზე მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. შეიძლება იყოს წარსულში ქვრივი ან განქორწინებული სტატუსით, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ასე, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ქალბატონი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ექიმი, ექთანი, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ქირურგი, კოსმეტოლოგიც შედის ამ ყველაფერში, ესეთი ცივ იარაღთან, ნემსთან, დანასთან, ესეთი რაღაცა შეხებები, რომელსაც აქვს, ასევე შეიძლება იყოს ეს ქალბატონი ორგანოების თანამშრომელიც არ არის გამორიცხული აქედან, კანონები ძალიან კარგად იცის ვინ მიუშვას და ვინ არა და საერთოდ კლასიკურ ტაროში ეს ქალბატონი ხმლით აწეული დგას და ღმერთმა აქმნას ვინმე რამე გადაკრული არა ისეთი სწორი სიტყვა მის მიმართ გამოიყენოს ან მდგომარეობა მზად არის ასე ვთქვათ საომრად ერთგვარი
ჩემ თვალსაჩინში არის ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ მეც მერწყული ვარ ჰაერისტიკია და პრინციპში ძალიან ვგევარ ამ შემთხვევაში ჰაერის დედოფალს. ესეთი ქართლის დედასავით ქალბატონია პირდაპირ მინდა გითხრათ და ჰაერისტიკის დედოფლებმა ძალიან გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ, რამდენად თქვენი აზრით შეესატყვისება ესეთი მეომარი ქალი, ერთგვარი უშიშარი, უდრეკელი, არავისი რო არ ეშინია და ჩხუბის ენერგეტიკა თუ იქნება, არც იმის ეშინია და უკან არ წავა და არ დაიხევს და ბოდიშებს არავის არ მოუხდის, არასაჭირო დროს ამას ვიტყვი, როცა დარწმუნებულია თავის სიმართლეში. აი ესეთი მეომარი ქალია, ქართლის დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩემთვის არის ხოლმე რაღაცნაირად შეიძლება არა კორექტული შედარება, მაგრამ აი ფსიქოლოგიურად, მენტალურად ძალიან ძლიერი ქალია, როგორც წესი ჰაერისტიკის დედოფალი და დამიწერეთ ჰაერისტიკის დედოფლებმა რამდენად ასე გრძნობთ თქვენ თავსაც და აი ამ შედარებას რამდენად ხვდებით, რომ თქვენ თავზეც ასე არის. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება მასწავლებელიც იყოთ ამ კარტით, რაღაცა კანონებს, რაღაცის კანონიერებას ასწავლიდეთ ადამიანებს. მოდი ცოტა გამიგრძელდა როგორც ყოველთვის იდენტიფიკაცია და გადავალ პირდაპირ გავიგოთ რაშია თქვენი უნიკალურობა, თქვენი პიროვნების უნიკალურობა, რასაც შეიძლება ყურადღებას დღესდღეობით არ აქცევთ და მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ის რაღაც უნიკალური ყველა ადამიანს თავისი ხაზი და თავის დეტალი აქვს, რაღაცა უნიკალური ღმერთისგან შექმნილი ამ ადამიანის მიმართ და მიაქციოთ ამასაც ყურადღება და დააფასოთ ის მდგომარეობა, რასაც გამოხატავს ამ შემთხვევაში თქვენი უნიკალურობა. რაშია გავიგოთ თქვენი უნიკალურობა? 2 პენტაკლი, მე-16 მაღალი არკანი კოშკი და იეროფანტი მე-5 მაღალი არკანი. კოშკს დავაზუსტებ. თქვენი უნიკალურობა იმაშია, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი ბოლომდე, ესე იგი წერტილს არ სვავთ ხოლმე. ეს იქნება ურთიერთობა პარტნიორთან, ეს იქნება ურთიერთობა მეგობრულ წრეში, სამუშაო რეჟიმში, აი რაღაცა გადაწყვეტილებას, ესე ვთქვათ, როგორც საერთოდ წესით ჩვევია ჰაერისტიკიას, ძალიან სწრაფი არის, მენტალური არის და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად არ მოქმედებს, ბევრ ანალიზს აკეთებს, აქედან გამომდინარე არის ეს 2 პენტაკლიც თქვენ მენტალობაში, ასე ვთქვათ, რომ ბევრს წონით, აწონ-დაწონის რეჟიმი გაქვთ ხოლმე, აი რამდენად არასწორად მოგექცნენ ადამიანები. ამა თუ იმ შემთხვევაში კიდე აღარ ჩამოვთვლი და რამდენად ღირსი იყავით ესე რომ მოგექცნენ და რამდენად უნდა აპატიოთ და რამდენად უნდა მოუშვათ ეს ადამიანები კიდევ თქვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ თუ უკვე გული გატკინეს აპატიოთ და მიიღოთ ესეთი ადამიანი, ერთგვარი ბჭყალებში, მოღალატის რეჟიმში მყოფი ადამიანი, ბევრ აწონ-დაწონის რეჟიმში ხართ ხოლმე და ეს არის ერთგვარი თქვენი უნიკალურობა, რომ აი ესე აფექტის რეჟიმში წერტილს არ სვავთ თითქოს, აი რაღაცნაირად თქვენი ფიქრებიდან და თქვენი ემოციიდან გამომდინარე ბევრს წონით ამ რეჟიმს, რომ უნდა დაანგრიოთ ეს ურთიერთობა მე-16 მაღალი არკანით და საერთოდ გაწყვიტოთ ამ ადამიანთან კავშირი, თუ ასე ვთქვათ, დაინგრა რაღაცა, მაგრამ შეიძლება რომ ეპატიებოდეს, მიეტევებოდეს როგორც ქრისტიანს, შეგიძლიათ რომ რაღაცნაირად რაღაც პერიოდის შემდეგ ასე ვთქვათ ეს ადამიანი არ გაწიროთ ბოლომდე და არ მოისროლოთ თქვენი ცხოვრებიდან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს შეცდომები და შეიძლება ზოგჯერ გავთვითცნობიერებლადაც ადამიანს მოუხდეს ისე რომ აფექტის რეჟიმში რაღაცნაირად გული გატკინოთ, აი ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს ფიქრობთ ხოლმე და როგორც წესი მე-5 მაღალი არკანით ეს არის მასწავლებლის, გურუს, წინამძღოლის კარტი, ეს არის ადამიანი, ვინც სულიერად ძალიან განვითარებულია ფსიქოლოგიაში ეს ადამიანი, მასწავლებელია, კიდევ ვიმეორებ, რაც უკვე გითხარით, რომ შეიძლება ამ კარტითაც მასწავლებელი ხართ, ექიმი ხართ, მკურნალი ხართ, ასე ვთქვათ, წინამძღოლი ხართ ადამიანებისთვის და ერთგვარი მაგალითი მიმცემი რა და როგორი გზით უნდა იაროს, ესეთი მდგომარეობას
ვარდებით, პირიქით, თქვენ სიმაღლეზე ადიხართ და ადამიანებს აჩვენებთ აი ამ უმაღლეს წერტილს, ეს არის უფლის სიყვარული, ეს არის ცხოვრების იმედი, ეს არის რაღაცა გზის და სიმაღლის დაკვალიანება აი ამ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომელიც თქვენ უნიკალურობას გამოხატავს, ძალიან სამართლიანი ადამიანი ხართ და ტყუილა უბრალოდ ასე ვთქვათ, არავის არაფერს არ ეტყვით, თუ რამეს ეტყვით, ძალიან უნიკალური ხართ ამ შემთხვევაში, რუიან პენტაკლით ამ ყველაფერზე მუშაობთ. აი ესეთი